მეგობრებო, დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ჩვენს მეცნიერთა კლუბში. ეს გახლავთ მალხაზ მაყაშვილი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და ამჟამად ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგე. გამარჯობა მალხაზ, ძალიან მიხარია რომ გამოძებნე დრო, იმიტომ რომ ვიცი შენ ძალიან ბევრი საქმეები გაქვს, დატვირთული ხარ, ამიტომ დიდ მადლობას გიხდი და მე დამავიწყდა მე თქვა რომ ბატონი მალხაზი ასევე არის მეცნიერების პოპულარიზატორი, იმიტომ რომ მისი ლექციები როგორც საჯარო, ასევე ონლაინ სივრცეში ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს, იმიტომ რომ მისი შესწავლის საგანი არის თვითონ ძალიან საინტერესო, ეს გახლავთ თავისთავად, ანუ ის, რაც მე ასე ვთვლი, მე შემისწორე თუ ასე არა, რაც ჩვენ ვართ. თქმა უნდა, მონოგრაფიებზე და სამეცნიერო სტატიებზე აღარ ვსაუბრობ, თავისთავად ეს ყველაფერი არის. ჩემო ვასო მოწვევისთვის არაფერი არ გამოგჩენია და ძალიან ზუსტად თქვი, რომ ტვინი არის ის, რაც ჩვენ ვართ. ვინაიდან ცხადია არის სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ ჩემი რწმენით ჩვენი ქცევა, ჩვენი ემოციები, რეგულაციის უნარი, საკუთარი თავის ცნობიერება, ცხადია ეს ყველაფერი თავის ტვინიდან მომდინარეობს, რა თქმა უნდა. ამიტომაც არის ურთულესი სტრუქტურა, ხო, ალბათ ესეთი რთული ორგანო ჩვენ სხვა არ გვაქვს. და კიდე ერთი ესეთი სახუმარო ის არის, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ტვინით შევისწავლით, ვთქვათ, ჩვენს გულს, ჩონჩხს და ვცდილობთ, რომ გავერკვეთ ამ ორგანოების მოქმედებაში, მაგრამ ჩემი საგნის შემთხვევაში ცოტა უცნაურია, ხო, შენ ტვინით სწავლობ ტვინს. და თავისთავად ძალიან ესეთი რამეა, რთული, ძალიან. რთულია როგორც იმით, რომ უამრავი უჯრედისგან შედგება. მსმენელმა იცის, რომ ამ უჯრედებს ნეირონები ეწოდება. რთულია იმიტომ, რომ ამ ნეირონებს შორის კავშირი იმდენად კომპლექსურია და გარკვევა იმაში თუ როგორ ყალიბდება ეს კავშირი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბოლო 10 წლეულებში ირკვევა, რომ ეს კავშირი არ არის ხისტი, ეს არ არის, ასე ვთქვათ, ერთხელ შექმნილი კავშირი ნეირონებს შორის, როდესაც ვთქვათ, ტვინი ფორმირდება, ნაყოფის პერიოდში. არამედ ეს არის კავშირები, რომელიც მუდმივად იცვლება გარემოსთან ადაპტაციის, ანუ გარემოსთან შეგუების დროს. ასე რომ არ იყოს ჩვენ ვერ შევძლებდით ცვალებად გარემოში ცხოვრებას. აქ ახლა ამას ტვინის პლასტიკურობა ეწოდება, კლინიკაში პლასტიკურობა აღენიშნება, როგორც ტვინის უნარი რეაბილიტაცია მოახდინოს დაზიანების შემდეგ, მაგრამ ნეირომეცნიერებაში ეს არის კიდევ მაშინ ტვინის უნარი, რომ ის კავშირები, რომლებიც ნეირონებს შორის არის, გაქრეს თუ საჭირო არ არის, კვლავ აღდგეს, ამ პირიქით უკვე სხვა ნეირონებმა, რომლებიც ადრე ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ, დაამყარონ კონტაქტი. ეხლა აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ სანტიაგო რამონი კახალი. ეს არის უკვე გასული საუკუნე, დასაწყისი ესპანელი შესანიშნავი მეცნიერი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამაა ნეირომეცნიერების, პირველი ადამიანი, რომელმაც სრულფასოვნად ჩახატა ნეირონები, აღწერა მათი აგებულება. მოდი აქვე ვთქვათ, რომ მან გამოიყენა კამილო გოლჯის
შეღების მეთოდი და აი ორივემ ერთად მიიღეს შემდეგ ნობელის პრემია. მაგრამ სანტიაგო რამონ იკახალს ეკუთვნის ნეირონული დოქტრინა და აი ამ ნეირონული დოქტრინის ერთი მტკიცება ასეთია, რომ ნეირონები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან დინამიურად და აი ეს ცვლილებები კავშირისა მუდმივად ხდება ტვინის განვითარების ნებისმიერ ფაზაში. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ხდება არა მარტო ახალგაზრდის, არამედ ასაკოვანი ადამიანის ტვინშიც. ეხლა ცოტა უფრო გასაგები რომ იყოს, რასაც ვამბობ, დავამატოთ ალბათ მოკლედ ძალიან, რომ ნეირონებს შორის კავშირი ქმნის ფუნქციურ სისტემებს. ფუნქციური სისტემა შეგვიძლია გავმარტოთ როგორც ნეირონების ერთობლიობა, ან ნერვული უჯრედების ერთობლიობა, რომლებიც რაღაცა კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს. თქვათ, ასე იქნება მოძრაობის ფუნქციური სისტემა, მეტყველების სისტემა, ემოციოგენური სისტემები, ქცევის მართვის სისტემები. ბინა მყუდრო, კომფორტული და დაცული უნდა იყოს. ეხ, უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ და ხშირად ამის მისაღწევად იმდენ დროს ენერგიას და ნერვებს ხარჯავთ, რომ რემონტი სტიქიური უბედურების სინონიმი ხდება. საბედნიეროდ მე აღმოვაჩინე სარემონტო კომპანია, სახელად მშენოველი, რომელმაც შემომთავაზა საუკეთესო ხარისხის მომსახურება, რომელშიც შედის არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, ხარჯთაღრიცხვა და ყველაფერი სწრაფად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში. კომპანია მშენოველი უკვე ჩემი მშობლიური ქალაქის ბათუმის ბაზარზეც ოპერირებს. კომპანიას აქვს საკუთარი საწარმო, სადაც შეგიძლიათ დაამზადებინოთ ავეჯი, რომლის ინტეგრაციაც იდეალურად მოხდება ახალ გარემონტებულ სივრცეში. ეს რამდენ პრობლემას მოგიხსნით, ალბათ ახსნა არ სჭირდება. სარემონტო კომპანია მშენოველს მე უკვე ვანდე ჩემი ბინის რემონტი. ახლა თქვენი ჯერია. მშენოველის საკონტაქტო ინფორმაციას ვიდეოს აღწერაში იპოვით. ცხადია, რომ თითოეული ფუნქციათაგანი, რომელიც ტვინს გააჩნია, სუნთლად ელემენტარულიდან რომ ავიღოთ, აი მაგალითად, რა ვიცი, რაღაც პირველადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი სისტემა. თქვა, რომ აქ არის მარტო ერთი რაღაც კონკრეტული ლოკალიზაცია ტვინში და აი ეს არის ეს ფუნქციური სისტემა, რა თქმა უნდა, სწორი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერ აი ყველაზე მარტივ სისტემას სჭირდება კიდევ დახმარე სისტემები, რომლებიც მათთან ერთად სრულფასოვნად შეასრულებენ ფუნქციას. ну აი თლად კიდე მარტივი ესეთი მაგალითი, აი ელემენტარულად თქვათ, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი სისტემა, შარდვის სისტემა. ეს მოთხოვნილება შეიძლება შესრულდეს ზურგის ტვინის დონეზე, არ ჭირდება ამას თავის ტვინი, ანუ ჩაერთოს რეფლექსი შარდვის, მაგრამ ამას აუცილებლად ჭირდება მეორე სისტემა, რომელიც არეგულირებს ამ მოქმედების დროს, ადგილს, სათანადოებას და ისტორიად როცა ეს სისტემა არის მოშლილი, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ თვითონ ფიზიოლოგიური პროცესი რჩება, მაგრამ ადამიანის ქცევა უკვე სრულად გარემოსთან შეუსაბამო გახდება. აქედან გამომდინარე, აი ეს პათოლოგიებიც, რომლებიც ვითარდება ხოლმე ფუნქციური სისტემის დაზიანების დროს, პირდაპირ უკავშირდება, თქვათ, ადამიანის ქცევის რაღაც პრობლემებს. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ეს უნდა ვთქვა, ის რაც მე ხა დავასახელე, ცხადია, რომ ბავშვებში არ არის ცუდი, იმიტომ რომ ტვინი ვითარდება და ბავშვი უნდა მიეჩვიოს იმას, სად შეიძლება ამის გაკეთება, ამიტომ ის რომ ამას ჩვილობის დროს აკეთებს, ეს სწორია, ნორმალურია და ამიტომ მაშინ აქვე დავამატებ, რომ ამაზე ბავშვთან ჩხუბი არავითარ შეფრთხილებას. არადა მშობლები ძალიან ბევრი, ძალიან არასწორად უდგებიან, ვითომ უნდათ რომ გადააჩვიონ, ამ გადაჩვევის დროს სცემენ კიდევაც ბავშვებს, რაც ძალიან ცუდად აისახება მათ ფსიქიკაზე.
იმიტომ რომ აი რაღაცა ისეთი სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი ხო ვერ ხვდება რა ხდება. და ფაქტობრივად გამოდის რომ ფიქრობს რომ დაისაჯა იმის გამო რომ მან ის რა ძალიან უნდოდა და ძალიან აწუხებდა გააკეთა. აქედან გამომდინარე ვითარდება მერე სირცხვილის გზნობა. მერე შეიძლება გავითარდეს უკვე პათოლოგიური შეკავება. პირიქით ანურეზის მომენტი. კი და ძალიან ძნელი სამკურნალო იქნება. ნუ ეს ხადია ამას არ ეხება არა მარტო მხოლოდ ამას არ ეხება ძალიან ბევრ რაღაცებს ბავშვთან შობლის დამოკიდებულებაში. მე მალხაზ ანუ პრინციპი შეიძლება ვთქვათ რომ ეს არ არის რაღაცა ერთი კაბელი რომელსაც გადააბავდა ერთ რაღაცას არამედ ეს არის მთელი სისტემა კაბელების რომლებიც ასრულებენ ისევე როგორც კომპიუტერში ვთქვათ ესეთი საინტერესო სანახავია სხვა შორის YouTube-ზე არის ძალიან ბევრი კარგი ვიდეოები როგორ იქნება კავშირები ნეირონებს შორის ნეირონი ხო შედგება სხეული დენდრიტი აქსონის გზელი გამონაზრდი და აი ამ აქსონების საშუალებით ამყარებენ ნეირონები ერთმანეთთან კავშირს და YouTube-ზე არის როგორ იზრდება ეს აქსონი როგორ ეძებს თავის ასე ვთქვათ მეწყვილეს და ეს მოძებნა დამოკიდებულია იმაზე რომ იმ მეწყვილემ უნდა გამოყოს სპეციალური ნივთიერებები რომლებიც იზიდავს მას თავს მოაწონებს ისევე როგორც ვთქვათ შუქურა იზიდავს ღამე გემებს ისევე როგორც სურნელი იზიდავს მწერს მას შემდეგ რაც ადამიანმა სამყაროს შეცნობა დაიწყო სხვადასხვა სახის სურნელი მისი თანამდევი გახდა დღეს ქიმიის საშუალებით უამრავი სახის არომატის მიღებაა შესაძლებელი მაგრამ მათ შორის შედევრი აღმოაჩინო ნამდვილად არ არის ადვილი საქმე ტომ კლარკი იდუმალებით მოცული ადამიანია ევროპაში და აზიაში მისი უმაღლესი კლასის პროდუქციის ფან-კლუბებიც ყია შექმნილი. მაგრამ პირადად ტომს იქ არავინ იცნობს. სამაგიეროდ თქვენ გქონდათ ბედნიერება გაგეცნოთ იგი ჩემი ამ ვიდეოების სერიის საშუალებით. ტომი ქართველია და მისი ნამდვილი სახელი ბიძინა ყანჩაველია. და თუ აქამდე ტომ კლარკის მარკით გამომავალი პრემიუმ კლასის ელექტრონული სიგარეტების სითხეები მხოლოდ ევროპული და აზიური ქვეყნების ბაზრებზე გადიოდა, დღეს იგი უკვე საქართველოშიცაა. გერმანიაში ნებისმიერი პროდუქცია შესაბამისობის და უსაფრთხოების უმკაცრეს კონტროლს გადის. ეს კი ხარისხის და უნებლობის გარანტია. ამიტომ ტომ კლარკის სითხეები ქართული შთაგონების და გერმანული ხარისხის საუკეთესო სინთეზია. სიგარეტის კვამლისგან განსხვავებით მოსაწევ სითხეებში შეუდარებლად ნაკლებია მავნე ნივთიერებების რაოდენობა. თუმცა მაინც გახსოვდეთ, რომ ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს და იგი ზიანს აყენებს ორგანიზმს. მე არ მოგიწოდებთ მოწევისკენ, მე მხოლოდ წარმოგიდგენთ ბრენდს, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. როგორც უკვე გითხარით, ტომ კლარკის უნიკალური არომატების მქონე სითხეების შეძენა უკვე თბილისშიც შეგიძლიათ. დაწვრილებით ინფორმაციისათვის ეწვიეთ ტომ კლარკის ვებგვერდს, ხოლო კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას ვიდეოს აღწერაში იპოვით. ამიტომ ხანდახან ისე არის ხოლმე სასაცილო თუ ერკვევი მაგალითად უჯრედი რას აკეთებს და კონკრეტულად ნეირონი როგორ მუშაობს და თუ ერკვევი აი ქცევა როგორ ფორმირდება ამ ფუნქციური სისტემებით ფაქტობრივად იცის საზოგადოებაში როგორ მიმდინარეობს პროცესები არც არის გასაკვირი ხო იმიტომ რომ ის საზოგადოებრივი პროცესები ხოტვინით იქნება და თვითონ საზოგადოებას ტვინი აყალიბებს არა კიდე ერთი რახანაი გადავედით უნებლიეთ ეგრე რო ვთქვა შობლის და შვილის ურთიერთობაზე. ეხლა არის აი ძალიან საინტერესო საოცარი კვლევებია პირდაპირ რა ზეგავლენას ახდენს არასაიმედო მიჯაჭვულობა ანუ როდესაც შობელი სათანადო ყურადღებას არ აქცევს შვილს და განსაკუთრებით იზოლირებული ბავშვები, ადრე მიტოვებული ბავშვები და ნუ მერე მათ აქვს ფოთვა შეიძლება გაყოს ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ნუ ეს ფსიქოლოგიისთვის ძალიან ცნობილი ფენომენია. მაგრამ დიდი ხანი არ არის 7 წლის წინ თუ არ ვცდები აღმოჩნდა რომ აი ესეთ ბავშვებში თურმე არ ყალიბდება ჯეროვნად თავის ტვინში ემოციოგენურ სტრუქტურებსა და შუბლის წილს შორის შუბლის წილი ხო მართავს ამ ჩვენს ემოციებს აქსონური კავშირები.
ეხლა ტვინი ყალიბდება არა მარტო ნაყოფის პერიოდში, არამედ დაბადების შემდეგაც. და სადღაც 5 წლამდე ის ყალიბდება და ნორმალური ჩამოყალიბება გულისხმობს ნორმალური კავშირების სტრუქტურის ნორმალურად განვითარების, მანამდე მიაღწიოს რაღაც გარკვეულ ზომებს თავისთავად ცხადია და კავშირებიც უნდა იყოს სრულფასოვანი. აღმოჩნდა, რომ ეს კავშირები არ ყალიბდება. აქედან გამომდინარე, შფოთვა, რომელიც ამ ბავშვს ექნება, ძალიან ძნელი მოსარევია, ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად მაშინ უკვე ფსიქოლოგს, რომელიც მერე უკვე ცდილობს, რომ ეს გამოსწოროს. ხო, საქმე აქვს დაზიანებულ სტრუქტურულ კავშირებთან. აი რამერად მოხერხდება ეს უკვე თერაპიის სიყოჩაღეზე, ესე ვთქვა, რაღაცა დრო არის, როდის უნდა ჩამოყალიბდეს თქვა კავშირები აი ემოციის წარმოქმნილ სტრუქტურებსა და ემოციის მარეგულირებელ სტრუქტურებს შორის. შემდეგში ამ კავშირების ჩამოყალიბება, რომელიც დროულად ვერ მოხდა, უკვე აღარ იქნება სრულფასოვანი. აი მაუგლის ეფექტი ხო ეგ არის ფაქტი. დაუშვათ კი ბატონო, აი მეტყველების ხო, ამასაც თავის დრო აქვს და მერე სწავლა უკვე ძალიან ძნელია. ნუ ეხლა საბედნიეროდ გვაქვს ეს ნეიროპლასტიკურობა, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ და იძლევა რაღაც გარკვეული კომპენსაციის საშუალებას. მაგრამ რამდენად სრულფასოვანი იქნება ასეთი დახმარება ბავშვისთვის, ეს კიდე საკითხავია. ნუ არის მეორე კიდევ ვარიანტი, ნუ ძალიან ძლიერი ფაქტორი, რა თქმა უნდა გენეტიკა. იმიტომ რომ საბოლოოდ ყველაფერი გენეტიკაზე, გენზე დადის, ხო? ნუ დღეს ახლა გენეტიკა განსაკუთრებით აი ტვინის განვითარების და ქცევის ჩამოყალიბების და ქცევის გამოვლენის და ადაპტაციის თვალსაზრისით აღარ არის გრეგორ მენდელის სეული გენეტიკა, მაგრამ ნუ ცხადია მეცნიერება ვითარდება და დღეს აგერ უკვე ეპიგენეტიკა, ანუ მე მგონი ვითარდება როგორც ზეგენეტიკა, ხო? პალეოგენეტიკაც კი არის უკვე აგერ მაქს პლანკის ინსტიტუტში უკვე ნეანდერტალელის მთლიანი გენომია გაშიფრული. ეპიგენეტიკა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება რომ გარემოს ზეგავლენით განცდილი გენეტიკური ცვლილებები თავის ტვინში თან ისეთი რომ გენის სტრუქტურას არ შეეხოს, ანუ მუტაციაზე არ არის ლაპარაკი. არამედ შეეხოს ამ გენის გამოვლენებას, ანუ რეალიზაციას. აჰა, სადღაც დევს და ის გააღვიძოს, ანუ ხო თუ ის შეიძლება 7-8 თაობაში გადავიდეს. ამიტომ აი ჩვენი წინაპრები რომ ამბობდნენ რომ ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილი მოკვეთავ. ცხადია მათ გენეტიკა არ იცოდნენ, მაგრამ ჰქონდათ დაკვირვების ემპირიულად. აბარა, რა თქმა უნდა. ისე როგორც რო აიღო მაგალითად ლიტერატურა მხატვრული. იქ ნახავ უამრავ მაგალითებს იმისი, რა კარგად ესმით, ქცევის რეგულაცია ჩვენს წინაპრებს და რა ხატოვნად ლექსში გამოხატავენ ამას, პროზაში გამოხატავენ ამას. არ ვსაუბრობ სიტყვის დიდოსტატებს, რომ თავი დავანებოთ და ხალხური ილიას კაკოყაჩახს ან დამდეგილს ან რა ვიცი ევრიპიდეს ხალხური საოცარია პირდაპირ. აი როგორ ესმის მელექსეს, როგორ ესმის თქვა ვიღაცის ისეთი საშინელი საქციელი, როგორც არის ნუ ადამიანის მოკლა. მაგალითს მოვიყვან, ნუ აი ეხლა ამისი მოყოლა ალბათ შორს წაგვიყვანს ძალიან, მაგრამ ნუ საუბარი არის ძალიან ძველ, მე მგონი გიორგი მეხუთეს დროინდელ ამბავზე კი, მე მგონი გიორგი მეხუთის დროინდელ, როდესაც კვეტერაში გამოთხოვილი ფშაველი ქალი საშინელი ფაქტის წინაშე დადგება, მისი მეუღლე კლავს მის ძმას რაღაც იქ კონფლიქტი. კვეტერა ეს ყველაზე ჩემთვის ყველაზე ლამაზი ძალიან ლამაზი და ფშაველმა გოგომ ეს ვერ აპატია თავის ქმარს და საღამოთი ახშამი რო გააკეთა, იქ ბევრი ცხოვრობდნენ, დიდი ოჯახი იყო ძალიან
ქმარი თავის 9 ძმიანა, 8 ძმიანა უბრალოდ მოწამლა, მოკლა, ცოლების ზედმია ყოლა, ნუ ეს რა ვიცი მე რა არის. მე კიდე გაგზავნა ეს ამბები, მაგრამ მელექსე ამბობს ძალიან საინტერესო რამეს, რომელმაც გამოუთქვა ლექსი ამ გოგოს სახელად თიას. ესენი ქალამიძეები იყვნენ ეს ძმები. ესეთ ახლა გავიხსენო 9 ძმანი ქალამიძენი ერთ დღეს დავხოცე თიამა. კარგ საქმე ვერ ჩავიდინე, მაგრამ გულს მაინც ეამა. ნახე რა საინტერესო რამეა, ანუ ემოციის და შეფასება. იმდენად მოცული იყო რისხვით, ანუ ემოციით, ხო? რისხვა ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ძნელად მოსარევი ემოცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ კარგ საქმეს არ აკეთებდა, მაინც ჩაიდინა და გულს ეამა. რატო? იმიტომ რომ ნუ აი შური იზეა. ასე თქვათ მეცნიერულ ენაზე გადმოვიყვანოთ. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული რეპტილიების ტვინი, რატო ეძახიან რეპტილიების ტვინს? იმიტომ რომ პრიმიტიულია და განვითარების რაღაც დონეზე შეჩერდა, ანუ პრიმიტიული ესე ცუდად ნათქვამი ეს კი არა, რომ ეტყვით ხოლმე რომ შეპრიმიტიულო ადამიანი, არა. უბრალოდ ეს არის ევოლუციურად ის წარმონაქმნი, რომელსაც მეტი განვითარება არც სჭირდებოდა, იმიტომ რომ შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას. ეს როცა ამოვედით ჩვენ წყლიდან და ოთხფეხზე დავდექით და ეს პერიოდია, როდესაც ემოცია განსაკუთრებით გვჭირდება, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გქონდეს შიშის გზნობა, აუცილებლად უნდა გქონდეს შფოთვა, რატო? იმიტომ რომ გადარჩენისთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ. აი კახელები რომ ამბობენ, სულ მეზობელს გაუმარჯოსო, რატო და გაფხიზლებსო და რა თქმა უნდა აგრესია აუცილებლად ეს ხო ყველაფერი არის გენეტიკური ევოლუციური მოცემულობები. მაგრამ შემდეგში ტვინის განვითარებასთან და გარემოსთან უკეთეს შეგუებულობის მიზნით, რა თქმა უნდა, იქმნება სტრუქტურები, რომლებიც ამას უკვე არეგულირებენ, იმიტომ რომ სოციალურ ყოფას სჭირდება, რომ მოითოკოს ეს. და ნუ ეს სტრუქტურები, როგორც ახლა დღევანდელი შეხედულებით, ეს არის თავის ტვინის ჰემისფეროები, პირველ რიგში ეს არის შუბლისწილი. შუბლისწილი და რა თქმა უნდა, ნუ საფეთქლის და თხემისწილის ეგრეთ წამკი შუბლისწილზე თითის დადება არ ვარგა, მაგრამ წამყვანი მაინც არის შუბლისწილი და განსაკუთრებით მისი ეს წინა ორბიტოფრონტალური ნაწილი. და ნუ აქ კიდე ერთხელ დაუბრუნდები ხალხურ გამონათქვამებს, აი შუბლის ზარბ გაწყვეტილი. ანუ უსაქციელო ადამიანი. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დავინტერესდი როგორ იყო ეს სხვა ენებში. აღმოვაჩინე რომ ინგლისელებს აქვთ გამოთქმა with all balls but no forehead. ანუ კვერცხებიანია, მაგრამ მიმწოლე აგრესიული, მაგრამ ხო, აქ forehead არ არის. ჩემო მეგობარმა ის მითხრა ივრიძე. ანუ ივრიძეც ასეთ სულელი უსინდისო თავხედი ადამიანი, როცა უნდა თქვან, აუცილებლად სიტყვა შუბლს იყენებენ. ანუ რუსებს აქვთ კიდე ჭკვიანი ადამიანის ისა sempre აძე ვალბუ. კი. და ნუ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ ნუ ცხადია, რომ ჩვენი წინაპრები ამას ყველაფერს ხედავდნენ. უბრალოდ რა თქვათ, არ იცოდნენ ამისი მეცნიერული ახსნა. მეცნიერება სწორედ იმით არის კარგი არა, რომ აი ეს გამოიყენოს ეს ცოდნა და მერე გადაამოწმოს მეცნიერულად. და მერე თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაფერი მიმართოს ადამიანის სასიკეთოდ, როცა თქვათ სამკურნალოა ეს ადამიანი, როცა დასარეგულირებელია ეს ქცევა და აი მანდ მინდა გითხრა ერთი ძალიან ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რაც არის აი დღევანდელი ჩვენი გნებავს ნეირობიოლოგების
გნევავს ფსიქოლოგების განათლებაში. ეს მეცნიერებები თავის დროზე იყო ერთად, ხო? ერთი მეცნიერება იყო. მაგრამ კი, ხო. მე იმდენად გართულდა, რომ თავისთავად ცხადია, რომ აუცილებლობაა გამოიწვია, რომ ცალ-ცალკე მეცნიერებად ჩამოყალიბებული. ეს რა თქმა უნდა ცუდი არ არის. მაგრამ ფსიქოლოგმა აღარ იცის ნეირობიოლოგია კარგად, ხოლო ნეირობიოლოგმა ფსიქოლოგია აღარ იცის. არადა ეს ორი მეცნიერება მუდმივად უნდა იყოს კავშირში, რატო? იმიტომ რომ ფსიქოლოგს უნდა აინტერესებდეს ის ფენომენები, რომელსაც ეგ სწავლობს, ჩვენში რა მექანიზმით მიმდინარეობს. ხოლო ნეიროფიზიოლოგს დავუშვათ, ცხადია რომ უნდა აინტერესებდეს ის ფენომენები, რომელსაც ის ძირითადად ცხოველურ მოდელებზე ისწავლის, ხო და ეს სრულიად აუცილებელია, იმიტომ რომ ადამიანზე ვერ შექმნი ისეთ სასწავლო საექსპერიმენტო მოდელებს, როგორც ეს ცხოველზეა შესაძლებელი, უნდა აინტერესებდეს მე როგორ ვლინდება ეს ადამიანის ქცევაში. ეხლა ცხოველიდან რომ ადამიანზე შეიძლება ინტერპრეტაციის გაკეთება, შენ ცხადია დამეთანხმები, თუმცა ამას ყავს მოწინააღმდეგეები, მაგრამ რატომ შეიძლება რომ აი ცხოველურ მოდელზე შევისწავლოთ რაღაც და მე ადამიანზე ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ძუძუმწოვარი ცხოველები, რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით, ძალიან მსგავსნი არიან, ხო, დიაბეტის მაგალითად მოდელი პირველად თაგვებზე იქნა შესწავლილი. დღეს აი ქცევის აუტიზმიც კი, რომელიც აი ურთულესი ფენომენია, ხო, ადამიანური, შეისწავლება გენეტიკურად აუტიზმისკენ მიდრეკილი, ისევე გენეტიკურად ეპილეფსიისკენ მიდრეკილი ვირთაგვების მოდელებზე. ამას ტრანსლაციური მედიცინა ქვია, არა, როდესაც აი ცხოველზე რაღაცა სწავლობა, შემდეგ ამას ადამიანზე გადაიტანა. რაც ძალიან საინტერესოა, თავისთავად ცხადია, არის აი შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ნეირო მეცნიერება ეს რაღაც უკიდეგანო საგანია. და აი რაღაც ერთ პატარა, სრულიად პატარა საკითხს რო ჩაეჭიდები, აღმოაჩენ რომ იმდენი ლიტერატურა არის აი ამ პატარა რაღაცა საკითხზე და იმდენი მონაცემი, რომ ნუ აი მაგალითს მოვიყვან ეხლა. დავიწყეთ შესწავლა ფსევდოუყურადღებობა ქვია, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ბუნებრივად აქ არაფერი ცუდი არ არის. ხალხს გაუსვამ, არ ვლაპარაკობ არანაირ აშლილობაზე, ეს არის ნორმალური ადამიანის თვისება, რომ როდესაც რაღაცა მხედველობით სივრცეზე მიაპყრობს თავის მზერას, პირველად მზერა გადაიტანოს მარცხნივ. და მხოლოდ შემდეგ მარჯვნივ ესეთები ვართ ადამიანთა უმრავლესობა, დაახლოებით 60-70%. ამით რომ დაინტერესდეთ, აღმოაჩინეთ, რომ სემიტურ სამყაროში ეს სუპირიქით არის, იმიტომ რომ ისინი კითხულობენ მარჯვნიდან მარცხნივ. აბა, ნაწილი ხო მაინც რჩება იმ ადამიანების, რომელიც ასეთი არ არის. ხო, შეუძლებელია, საერთოდ არ არსებობს ისეთი ფენომენი, რომელიც ყველას ჰქონდეს ერთნაირი. ინტერესი და სილამაზეც მაგაშია, რომ მრავალფეროვნები ვართ, არა, ტრისას რო ყველა ერთნაირი ვიყოთ. მაგრამ აი ესენი ვინც პირველად თავის ყურადღებას მარჯვენა მხარეს აქცევს, აღმოჩნდა, რომ აქვთ პრობლემა კითხვაში. წაკითხვაში. ყველას არა. ამიტომ ვთხოვ ძალიან მსმენელებს, რომ არ დაიწყონ თვითონ შემოწმება პირველად რომელ ყურადღებას საით აქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ ამას სპეციალური ტესტები სჭირდება. და მე თქვა, თვითონ ყურადღება არ დაიწყო. პანიკაში არ ჩავარდენ, მაგრამ ნუ ძალიან საინტერესო რამ არის. და აი ეგ ფენომენი დისლექსიის დროს არსებობს. ანუ დისლექსიკებს, ესე იგი ადამიანებს, რომლებსაც აქვს სერიოზული წაკითხვის პრობლემა, დისლექსიკებში ძალიან ბევრი არიან სწორედ ისინი, ვის ყურადღებას აქცევს ხედველობის ველის პირველად.
პირველად ყურადღებას აქცევს ხედველობის ველის მარჯვენა მხარეს, თორე ისე ცხადია, რომ ორივე მხარეს ვაქცევთ ყურადღებას, არა? აქ საუბარია აი პირველად საით ეცემა, ასე ვთქვათ, ჩვენი ხედველობა. ამას სჭირდება სპეციალური ტესტები, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნუ დაიწყებს მაგის სახში გამოკვლევას და მე პანიკაში ჩავარდებიან. არის ძალიან ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, ისიც და ისიც, მინდა გითხრა. ოღონდ დისლექსიაზე არ მაქვს ხა საუბარი. ცოტა რა უჭირთ კითხვა და არაფერი პრობლემა არ არის, ეს ვლინდება ხოლმე სკოლის საწყის ეტაპებზე და მე მცირე მიხმარებით მასწავლებლის მხრიდან ეს ყველაფერი ლაგდება ძალიან კარგად. ხო, ისე საკმაოდ გავრცელებული ფენომენია, ხო, ესე და იმდენი ვიცი, ხო, ანუ გავრცელებული. ძალიან ცნობილი ადამიანებიც სხვათა შორის რაც საინტერესო არ უნდა იყოს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ცხოვრებაში. კონდათ აქედან გამომდინარე, აი ხა კარგია რომ ეს ითქვა. იცი რა არის? არ შეიძლება ყველა ვიყოთ ერთნაირი, ამიტომ არ შეიძლება საუბარი რომ აი თუ ეს ამ ჩარჩოებში არაზის, ანუ ხაპასხუპით არ კითხულობს, არ ეკა. არაფერი. ეს არის მრავალფეროვნება, ისე როგორც ADHD. ხო, ანუ ყურადღებობის. არ არის ეს დაავადება და რაღაც. ისევე როგორც დაავადებად კი არა და ცოდვად კი არა, რა ვიცი, რა თითულებოდა, მაგალითად საციობა, ხო? ხო. ეს არის უბრალოდ თაობაში ეს იყო კატასტროფა, იმიტომ რომ ხალხს ხო აიძულებდნენ რაღაც ადამიანს, რომ იმიტომ რომ მარჯვენათი აგერ ჩემი შვილია, ეგ რო უყურებ ხოლმე, მაგ უცნაური კი არის, რო წერს და ისე, მაგრამ ნუ ჩვეულებრივად ის არის პრობლემა არ არის. ხო, არანაირი. უბრალოდ შეიძლება ეს ერთხელ თქვი და საშილად გამებრაზდნენ ბავშვების მშობლები, მაგრამ ნუ შეიძლება ცოტა წახმარება სკოლაში დაჭირდეს, მაგრამ სკოლაში წახმარება ყველა ბავშვს სჭირდება, აბა რო არ ჭირდებოდეთ, სკოლაში საშეიყვნენ, ხო? ვიღაცას შეიძლება დასჭირდეს წახმარება წერა-კითხვის სწავლაში, ვიღაცას რა ვიცი, ორზელზე რაღაც ვარჯიშის შესასრულებლად, ჩვეულებრივი მრავალფეროვნება. ნუ ჩემი აზრი ასეთი არის. დაახლოებით შეგვიძლია შევადაროთ, აი რო დავაწყობთ ბილიარდის სამკუთხედს და მე კიას მივარტყავთ და ვისაით წავალთ ჩვენი გენეტიკური თავისუფლებების და გარემოს ზემოქმედებით ზეგავლენით, რომელ ლუზაში ჩავარდებით, ხო? ეს მე აი ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ნუ გარემოს ზემოქმედებაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში როგორ გვეპყრობოდნენ ბავშვობაში, რა საზოგადოებაში ვიცხოვრეთ. აგრესიულ საზოგადოებაში ვიცხოვრეთ, რა თქვა ღირებულებების საზოგადოებაში ვიცხოვრეთ და რაღაც თქმა უნდა კლიმატიც და აი ყველანაირი ეს აბიოტური ფაქტორები რა, აუცილებლად მოქმედებს. აი მოკლედ ეგეთი ამბებია. ხო, აი იმის იგივე ვთქვათ, როცა ამბობენ აი მთის ხალხი, ხო, ცოტა განსხვავებულია ვიდრე ბარის ხალხი, ვთქვათ. ეს ყველგან ესეა. იგივე იტალიაშიც მთის და შვეიცარიაში და საფრანგეთშიც მთიულები სრულიად სხვა ტიპები არიან. ხო, რთულები არიან როგორც წესი. ძიმე ცხოვრება ქონდათ და იმიტომ ხო, რა თქმა უნდა, ხო, ეს არ არის რაღაც. კი, როგორ არა? მაგას აი ცხოველებშიც ხედავთ ძალიან კარგად, ხო? სხვადასხვა პოპულაციები ერთი და იგივე სახეობის წარმომადგენლები იმის მიხედვით თუ საცხოვრობენ, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან თავიანთი ქცევით. და ისეთი საინტერესო კვლევებია სხვათა შორის. მე მინდვრიებზე გაკეთებული. რომ აი ტვინის რაღაცა სტრუქტურებში, სხვა გარემოში, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, აი საკვების რაოდენობას რამდენია, როგორია, რამდენად მრავალფეროვანია, განასხვავებს ერთი და იგივე სახეობის სხვადასხვა პოპულაციებს, ხო? იმ დონემდე რომ ქვესახეობებათაც კი ყალიბდება. ყალიბდება, ხო და
ესეთი საინტერესო კვლევები არის ვამბობდი აი ამ მემინდვრიებზე. არიან ცოტა აი მთისკენ მაცხოვრებლები და პრერიაში დაბლობზე მაცხოვრებლები და ტვინის ერთი და იგივე სტრუქტურები სულ სხვადასხვანაირად პასუხობენ ნეიროტრანსმიტერებს. ანუ იმ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყოფა ნეირონების მიერ, რომ ერთმანეთთან კავშირი დაამყარონ. და აი ეს სწორედ რომ ისინი მათ სხვადასხვანაირად პასუხობენ, განაპირობებს ამ გავიმეორებ სხვა ადგილას ცხოვრები მემინდვრიების სქესობრივ ქცევას. აი რომელი რჩება მაგალითად მთელი სეზონის და ხანდახან 2-3-4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ პარტნიორთან და უვლის აგრესიულად ბუდეს და სხვა მამრს არ მიაკარებს და შვილებზე გადამკვდარი მამა და მეორე რომელიც პირიქით სუქალებში დარბეს, ხო? ძალიან საინტერესო ფენომენია ძალიან. ეს განპირობებულია იმით, რომ იქ სადაც არის საკვების ნაკლებობა, გადარჩებიან ის მემინდვრიები, რომლებიც პოპულაციაზეა, ხო, ლაპარაკი და არა ერთ ისაც საზოგადოებრივი ცხოველები არიან ეგენი კოლონიებად ცხოვრობენ ასე. გადარჩებიან ისინი, ვინც რაც შეიძლება მეტ შვილს შობს, ღლაფს, იმიტომ რომ საკვების ნაკლებობა და ცოტა ცივი კლიმატი და რაღაცა ბევრს გუპავს. აქედან გამომდინარე, ევოლუციურად გამართლებულია, რომ მამრმა რაც შეიძლება ბევრ მდედრთან გააჩინოს შვილები. ჯერ ეს გენეტიკურ მრავალფეროვნებასაც მათს გენეტიკური მრავალფეროვნება, რომელიც გადარჩენის შანსს ამაღლებს, ხო? ხო, რა ვიცი, აი ერთსაც ვიტყვი რა. მე ესე მგონია, რომ აი ებრძვიან მოგეხსენება ევოლუციურ თეორიას გარკვეული ინსტიტუციები და არაფერი საომარი არ არის. მე ჩემი აზრით ევოლუციური თეორია, ნუ დავარქმევთ თეორიას და ამანებოთ მოძღვრებასაც ნუ დავარქმევთ. ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან კარგი მეთოდი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაცა ფენომენების აცილდაც აგერ მემინდვრიის ასახსნელად, ხო? ამაზე კარგი ფენომენი კი არა მეთოდი მე ვერ წარმომიდგენია. რომელიც ექსპერიმენტულად დასტურდება, ანუ ჩვენ ექსპერიმენტი შეგვიძლია ჩავატაროთ და დავადგინოთ, რომ ეს ნამდვილად აი ეს და ის დანარჩენი ხა ის რასაც ვთქვათ ჩვენ რწმენას ვეძახით და ისა რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ხო ის ალკეა აბსოლუტურად და ეს არის აი ამას ვერ ხვდება ხალხი რომ რატომღაც მაშინ მე-19 საუკუნეში გამოაცხადეს დარვინი, ვთქვათ, დარვინამდეც იყო ევოლუციური სინი, ხო? რო გამოაცხადეს ეკლესიის ტრად დღემდე ესე მოდის. რომ მნიშვნელოვანი და გაცილებით უფრო ამაღლებული საქმე აქვს, ვიდრე ის რომ ეჭიდაოს ამ ევოლუციურ თეორიას, ხო? რომელიც მეცნიერებისთვის ძალიან გამოსადეგი მეთოდია. საინტერესო და აქტუალური გახდა სწორედ აი ამ ნეიროტრანსმიტერების ამბავი, ანუ უამრავი ეს ხო ქიმიური ნივთიერებაა, რომლებსაც ერთმანეთს გადაცემენ და როგორც ჩვენ თქვი, ურთიერთობას ამყარებენ ნეირონები ერთმანეთთან. უამრავი, რომელიც სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები იწვევენ სხვადასხვა რეაქციებს და ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ ადამიანი არის ქიმიური რეაქტორი, თუ ჩვენი უпроსორად ჩვენ ვართ ქიმია. ჩვენი სიყვარული იქნება, შიში იქნება, თავდაცვა იქნება. რა ვიცი, ყველაფერი საბაზისო გრძნობები და ის რითაც ჩვენ მე ვასო გაბუნია ვარ, შენ მალხაზ მაყაშვილი ვიღაცა არის. ყველაფერი ეს არის ეს ამ ქიმიური ნივთიერებების ინტენსივობით, უფრო მეტად გადაცემით, თუ ნაკლებად თუ რაღაცა ის არ ვიცი, ზუსტად როგორ გამოთქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ლიმბური სისტემა, სადაც ეს ემოციებია, თქვათ, ხო, ყველაფერი. იგივე მაგალითად ჩემთვის ის უძველესი სისტემა ჩვენ თავის ტვინში რაც არის, თქვათ, ყნოსვითი, რომელიც
ჩვენ გონია რომ დავკარგეთ და უფრო მხედველობაზე გადავედით. ყნოსვა ჩემთვის არის მაგალითად, ალბათ ნომერ პირველი გზნობა. აბსოლუტურად გეთანხმები სრულიად. როგორც არ უნდა განვითარდეს ტვინი და თქვათ ფუნქციები ყნოსვა და შეხება რჩება ნომერ პირველ შეგრძნებად ადამიანისთვისაც კი. რაღაც მოლეკულის დონეზე რა თქმა უნდა, ეგ ძალიან საინტერესო საკითხია, მოდი მაშინ მაგაზე შეგვიძლია ორი სიტყვა ვთქვათ. მაგრამ მინდა რომ პირველ რიგში ჩვენ სვენელს უთხრა ასეთი რამ, ძალიან პოპულარული გახდა ეს ბედნიერების ჰორმონები, ბედნიერების ტრანსმიტერები, რაღაცა ეს ტერმინოლოგია, ძალიან რბილად რო ვთქვა, სრული სისულელეა. იმიტომ რომ ეს ტრანსმიტერები, რომლებზედაც, ტრანსმიტერი, გავიმეორებ შენს ნათქვამს, ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნეირონებს აკავშირებს ერთმანეთთან, ფუნქციურ სისტემას ქმნის. და ეს ტრანსმიტერები, რომლებსაც აბრალებენ, რომ ჩვენში იწვევენ ბედნიერების რაღაც სიამოვნების განცდას, იმის დამიხედვით, თუ ტვინის რომელ უბანში გამოიყოფიან ნეირონებთან შედიან კონტაქტში, შეიძლება გამოიწვიონ სრულად პირიქითა რეაქცია. ამიტომ ესეთი ის რომ მაგალითად დოფამინი უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ გავხდეთ ბედნიერი, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. არავითარ შემთხვევაში. ამას ტვინი აბალანსებს. მაგრამ მეორე ამბავი, რაც არის და ალბათ საინტერესოა ყნოსვასთან დაკავშირებით, ეხლა შენ დამსახურებაა გამახსენე ძალიან საინტერესო თემა. ჩვენ გვაქვს ერთი ტრანსმიტერი, რომელსაც ქვია ოქსიტოცინი. ჰორმონია უბრალოდ ტრანსმიტერი კი არა, ნეიროჰორმონია ქვია, იმიტომ რომ ის გამოიყოფა სისხლში, ჰორმონები სისხლში გამოიყოფა, ტრანსმიტერები ტვინში, ჰორმონები სისხლში. მაგრამ მერე სისხლით მიდის თავის ტვინშიაც. ისე როგორც ადრენალინი მაგალითად. კი ბატონო. გამოისროლება და კი. ეს ოქსიტოცინი არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობიარობის დროს ქალებისთვის. იმიტომ რომ აძლიერებს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას და ნაყოფის გამოდევნას, ეგრე რომ ვთქვათ, უწყობს ხელს, შემდეგ რძის გამოყოფას უწყობს ხელს და აქედან გამომდინარე სხვას რო არაფერს არ აკეთებდეს, უკვე სრულიად საკმარისია, მაგრამ ალბათ ლოგიკურია, ხო, რომ თავის ტვინში ის განაპირობებს ჩვენს სქესობრივ ქცევას. პარტნიორთან ურთიერთობის სურვილს და პარტნიორთან ურთიერთობის სტილს. ეს ძალიან საინტერესოა. მაგრამ ამავდროულად სწორედ ოქსიტოცინი განაპირობებს სტრესის მოხსნას. შფოთვის შემცირებას. როცა ამბობენ ბედნიერების ჰორმონიო, ნეიროჰორმონი ამ შემთხვევაში. რატო არ მომწონს იცი ეგ ტერმინი? ბედნიერებას კი არ იწვევს, არამედ იწვევს შფოთვის შემცირებას, სტრესის მოხსნას, რის გამოც შენ მერე ბედნიერად გზნობ თავს. ეს შეიძლება რომ ჩვეულებრივმა არანეირომეცნიერმა თქვას, რომ რა მაგარია ბედნიერების ჰორმონები, მაგრამ როცა ადამიანს ელაპარაკები, უნდა სწორად უთხრა რაღაცა რა და ცუდი ის არის, რომ ამ ტერმინოლოგიას ბევრი ისეთიც იყენებს, ვინც ახლოს დგას ნეირომეცნიერებასთან. ეგ ერთი საკითხია. მოკლედ ეს ოქსიტოცინი, ხო, უნდა მეთქვა ალბათ, რომ გამოიყოფა ორი სტრუქტურის მიერ. ჰიპოთალამუსი გამოყოფს ეს ტვინის სტრუქტურაა, მერე ჰიპოფიზში გროვდება და ჰიპოფიზიდან უკვე სისხლში გამოიყოფა. მოლეთ როცა მოხდება ტვინში, ის ზემოქმედებს ჩვენს ემოციოგენურ სტრუქტურებზე, კერძოდ ნუშურაზე, ქართულად ნუშურაა, ლათინურად ნუშისებრი სხეული მახსოვს, მე ხარ ნუშურა დააგადა. ნუშურასაც ორივეა ნუშურა. მოქმედებს ამ ამიგდალაზე
და იწვევს მისი აქტივაციის, ანუ მისი ნეირონების მოქმედების ცოტა შესუსტებას. აქედან გამომდინარე, ემოციურ დაძაბულობას ამცირებს. და მუშაობს როდესაც ხო თქვა როდესაც გქონდა ძალიან დიდი პრობლემა, უმაგისოდ ვინა ვართ, შენც გექნებოდა რაღაც თქვა ემოციური პრობლემა, ეს რამდენიც გინდა იმდენი მქონია და მე გეუფლება გზნობა დასვენების და აი დიდი სიამოვნების განცდის, როცა ეს პრობლემა მოიხსნა. აი ამას ოქსიტოცინი აკეთებს. ანუ პრინციპში მშობიარობა ხო ძალიან დიდი პრობლემაა. ეს ადამიანში, მე მგონი ადამიანში სხვა ცხოველებში ჩვეულებრივი ამბავია და ჩვენთან დიდი პრობლემაა და ეთყობას აი ძალიან საჭირო არის ამის მერე სწორედ ასე. ძალიან კარგად შეამჩნია ახლა შედეგი. და აი რა არის ყველაზე საინტერესო პირადად ჩემთვის. იცი რა, სულ მაინტერესებს როგორ ახერხებს ფსიქოლოგი სიტყვით, იმიტომ რომ თერაპია ფსიქოლოგიური ხო, სიტყვიერი თერაპია ტვინის მექანიზმებზე ზემოქმედებას. ძალიან საინტერესო. არადასწორად ტვინის მექანიზმებზე მოქმედებს ხო, იმიტომ რომ შედეგი აქვს ქცევის ცვლილება უკეთესობისგან. და აი რა აღმოჩნდა, რომ mindfulness თერაპია, mindfulness მედიტაცია და ნებისმიერი სხვა მედიტაცია სწორედ იწვევს ოქსიტოცინის რაოდენობის მატებას, მოქმედებს ამიგდალაზე და ამცირებს სტრესს, რაც არის მიზანი ხო ამ თერაპიების. ხო, რა თქმა უნდა. ადამიანს შეუმცირდეს სტრესი. ამ თერაპიების დროს რა ხო, რომ აი მიიღე ყველაფერი ისე, მიიღე შენი თავი ისე, როგორც შენ ხარ. რა თქმა უნდა, თუ ამას ვიზამ, მივიღო ყველაფერი ისე, როგორც არის, არა, მაშინ მე გარკვეულწილად წყნარდები. რა თქმა უნდა. და თურმე აი ეს ასე ვთქვათ, სიტყვიერი გზავნილი მოქმედებს პირდაპირ ორგანიზმში გამოყოფილი ოქსიტოცინის რაოდენობაზე. ანუ სიტყვა კლავს და სიტყვა აჯანმრთელებს. კი ბატონო. მაშინ როდესაც სიტყვას შეუძლია გამოიწვევს ასევე ძალიან დიდი სტრესი. ენით დაკოდილი ხო? ხო. ყველაზე საშინელება არის ენით დაკოდილი. ძალიან საწყენია რომ Facebook-ში ენით ვკოდავთ ერთმანეთს ყოველ წუთს. ხო, ნუ აი საშინელი აგრესია რომელიც იქ ჩემპიონატია პირდაპირ გამარჯვება მაგის. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს. რა ხდება პირდაპირ, ხო, რატომ იცი რა, მე თან კიდე რას დავაკვირდი, ეხლა ჩემს YouTube არხზეც და იმაზეც. არის კატეგორია ადამიანების რომლებიც ძალიან აქტიურები არიან, თითქმის მაგალითად ყველა ვიდეოზე მიკომენტარებენ და რამოდენიმე მყავს ასეთი ჩამოივლის ყველა ვიდეოს და დარწმუნებული ვარ, რომ არა აქვს ნანახი. არ ვიცი, ჩემთვის პირადი ტერია თუ რა არის, არ ვიცი, ყველა ვიდეოზე აბსოლუტურად ხო წერს უარყოფით. ანუ სიამოვნებას, არ ვიცი, ოქსიტოცინი მუშავდება ამ დროს მას და შვიდობას იღებს თუ რა არის. აი ცოტა სხვა რამე არის. მან ნუ ბევრ რამდენიმენაირი ახსნა აქვს მაგას, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი აკეთებდა ესეთ რამეს, აი რაღაც რომ შეგეშლებოდა ელემენტარული, მაგალითად წყალს დაისხავდი და დაგეღრებოდა. აუცილებლად წამოგარტყავდა და გეტყოდა, რომ ფრთხილად ვერ იქნები. თავიდან ეს ძალიან გვაღელვებდა ხოლმე და ბევრჯერ მეგობრებს კამათიც მოგვივიდა. მე ერთხელ სახლში მივედი და ვნახე, რომ ზუსტად ეგრე შვება მაგის მამა მაგის მიმართ. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. სახლში ვერ აქვს საქმე კარგად, ამიტომ შენ რო გაგლანძღავს ეს გადმოაქვს შენზე. ხო? ხო. ანუ მეცევა მაგას ვამბობ, რომ ანუ შვიდდება ეთყობა იმას, რომ დააწერს, მერე სიამოვნებას იღებს და რაღაცა. ეჭვმეპარება რომ შვიდდებოდეს. იმიტომ რომ ის მიზეზი რის გამოც ეგ მაგას აკეთებს, ამითი არ გაქრება. მათთვის არის ძალიან ცუდი. მათთვის არის, იმიტომ რომ აი რო სადოს რომ რაღაცნაირად გადალახოს ეს ამბები, ადვილი არ არის. ანუ თერაპიები არსებობს მრისხანების მართვა, ხო, პირდაპირ. თერაპიები, კი ბატონო. აი რო სადოს ამის გადალახვა, იმიტომ რომ
არ ამგონია რომ სადღაც გულის სიღრმეში სიამოვნებდეს რომ ხალხს ესე ელაპარაკება. არ ამგონია. და ეს ძალიან ცუდია იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ასე ელაპარაკება, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ამ აგრესიას. ზოგიერთმა შეიძლება ხელი შემოიბრუნოს. ზოგიერთმა შეიძლება ხელი შემოიბრუნოს, ზოგიერთმა შეიძლება საერთოდ მიაგდოს ამ სახის აქტივობა და საერთოდ არ გამოჩნდეს არსად. იმიტომ რომ ნუ თქვას რომ არ მინდა. იმიტომ რომ ვიწევ ესეთ აგრესიას, ხო? ეხლა სულაც არ არის ხო აუცილებელი რომ მსმენელმა ბოლომდე გაიგოს ყველაფერი რასაც ეუბნები, იმიტომ რომ არ არის ამ პროფესიის. მაგრამ თუ ინტერესი გამოთქვა, ეს ბედნიერებაა მაშინ, ხო? იმიტომ რომ გამოდის რომ შენმა საუბარმა ვიღაც ადამიანს ინტერესი გაუჩნდა, ხოლო ინტერესი ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ემოციური მდგომარეობათაგანია. როგორც ამას თქვათ, ამბობს იაკ პანკსეპი, აი ცნობილი ძალიან დიდი მეცნიერი იყო, ნეირო მეცნიერი, ბალტიისპირელი, ოღონდ ამერიკაში მუშაობდა, ხო? ხალისი, ასე ერქვა მის მიერ, ასე იყო დარქმეული, ხალისი, რომელსაც აი აჩენს ინტერესი და პრინციპში მე რომ მკითხო ვაშო, მაგ ხალისმა გამოიყვანა აფრიკიდან ადამიანი რა. აი ინტერესმა რომ აი იქ რა არის, იმიტომ რომ მე გულისხმობთ რომ აუხსნათ ჩვენს აი ჩვენი ძალიან შორეული წინაპარი, რომელიც აფრიკიდან გადმოსახლდა, ხო? და დვანიში მოვიდა. ხო, მაგალითად მოვიდა დვანიში. ის ახსნა რომ კონკურენციაო და საკვები არ იყო, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ იმ პერიოდში იმდენად ცოტა იყო ადამიანის რაოდენობა, რომ აფრიკის იმხელა ტერიტორიაზე რა კონკურენცია. არა, აი იქ რა არის. კი. სხვადასხვაშორის ხო ინტერესიანი ცხოველებშიც ასეა. აი მაგალითად ეხლა მე ისე ვერთობი ხოლმე აქ ბევრი ფრინველები არიან და რაღაცა ყვავებზე და ყორნებზე ვერთობი ხოლმე ძალიან, იმიტომ რომ რაღაცა თვითონ ხო ინტერესიანები არიან საოცარი. ყველაფერი უნდა ნახონ სად რა არის რაღაცა. ან როგორ ინახავენ, ან კაკალს როგორ ტეხავენ, როგორ ერთმანეთს უყურებენ, მე აი ძალიან ბევრი ხო. ამ დროს ქათამი და დახედავს თუ რაღაცა დაინახა შეჭამს, ხო? ნუ ქათამია რა, მაგრამ ერთნაირ ფიზიოლოგია და წარმოშობა და ყველაფერი აქვს ერთნაირი, უბრალოდ ამის თავის ტვინში არის რაღაცა მომენტი, რომელიც მას უღვიძებს ინტერესს რაღაცისადმი და ადამიანიც იგივეა და აი ჩემში მაგალითად აი მართლა თუ კი რამე ბედნიერების ჰორმონები არსებობს, მართლა იწვევს რაღაცა ახალს რო გავიგებ ხოლმე, ან თქვა რაღაცა ახალ ქალაქში მოხვდები, ან ახალ ტყეში მოხვდები, ან თქვა ახალ ცხოველს ავინახავ, ან ახალ მცენარეს, ან ხო აი ეს მაძლევს ხალის მერე ცხოვრების ის რომ დავждე ველოსიპედზე და 40 კილომეტრი თქვა გავიარო რომ სადღაც რაღაცა ტყეში რაღაცა ვნახო ხო ანუ ეს ამოვიწყდა შენ რომ დაიწყე ყნოსვაზე საუბარი მე თითქოს ხარი აგები მაგრამ მე გადავედი ოქსიტოციზე და თავარის თქმა დამოვიწყდა ოქსიტოცინის გამოყოფას იწვევს სასიამოვნო სუნი მასაჟი გრუმინგი აი დავარცხნა დაბანა ხანა აი ვირთაგვები მაგალითად როცა სტრესში არიან იწყებენ აი გამწარებულ და ხო აი საშინელ გრუმინგს იმიტომ რომ ეს ჩვენს ხო გვაქვს ეს რომ აი დაბცნობილია ხო რომ დავუშვათ დუში აწყნარებს კი და რაც უფრო ძლიერი და ისეთ შხაპი აპის მიღება ხო კონტრასტული გემრიელი ყვება, ანუ გემრიელი ყვება გარდა ამისა, თუნდაც იმიტომ რომ საკვებშია ხო ის ნივთიერებები, რომლისგანაც მე ოქსიტოცინი კეთდება. ხო. სეროტონინი კეთდება, დოფამინი კეთდება, ხო? ხო, ეს კეთდება ქართულ და იტალიურ სამზარეულოში ეს ბევრია. ეხლა რასაც გერმანულზე ვერ ვიტყვი მაგალითად, ხო? ისე როგორ არის? ოქსიტოცინი არის საკმაოდ მოკლედ ეხლა ზარო არ დავღალო მკითხველი კვერცხში არის თითქმის ყველანაირი ტრანსმიტერის წინამორბედი ნივთიერებები. აი კვერცხი არის საოცრება პირდაპირ.
სეროტონინი ისედაც საოცრებაა და ხო სეროტონინის არის ძალიან ბევრი ხორცში ოქსიტოცინი კარგი კახურ მწვადში განსაკუთრებით კარგი ხაშლამა რა ვიცი ძალიან ბევრია ამავდროულად ეგენის უყველა არიან ბევრი მარცვლეულ კულტურებში ასევე ლობიოში და ნუ აი თუ გადავხედავთ ეგეც ხო ძალიან საინტერესოა რომ აი ცენტრალური პროდუქტი ყოველთვის რა იყო არა მარცვლეული კულტურები ლობიო ხო ბოდიში დამოიწყდა კიდე ქათმის ხორცი ეხა საქონლის ხორცს ადამიანი ძალიან იშვიათად ჭამდა ხო იმიტომ რომ საქონელს სხვა დანიშნულება ჰქონდა ეს რძე იყო მუდმივი ყოველდღიური საკვები იყო ვინ კლავდა საქონელს ეგრე როგორც ვინ ჭამდა ხორცს როგორც ეხა ძალიან საინტერესოა ეგეც რა და ნუ ლობიო მით უმეტეს ქართველებს ეხა უსმენდი გარდენიას გადაცემას რაღაც ამდენი ჯიშიო ლობიოსიო ჩვენ რომ გვაქვს საერთოდ არსად არ არისო ის ბიჭი ამბობდა და ნუ პროფესიონალია და უნდა ვენდოთ შევარდნაძე ხო ზურაბი მოკლედ აი ესე ასევე მე რამდენადაც მახსოვს ოქსიტოცინი დედის და შვილის ურთიერთობაზეც ხო ეგ ჰორმონია ხო მე მგონია ხო აი ბავშვის სუნზე მაგალითად ბავშვს კი რო გვიყვარს პატარას კისერში ჩასულვა და კარგად თუ დაფიქრდები რისი სული გიყვარს ხო პამპერსი ხო მაგრამ აი სწორედ იმიტომაც გეჩვენება რომ დედა რა კაი სულია რომ ის ნაზავია მთელი იყო ხო აბა ეგ არის და ყლოსო ამ შემთხვევაში ხო ძალიან მნიშვნელოვანია აბსოლუტურად სწორი თქვი კიდე არის ნახარშებში თუმცა ექიმები ამობენ რომ ნახარშები არ გინდა თუ არ არისო კარგიო და რაღაცაო მაგრამ რა ვიცი თელ ჩემი ბავშვობა ეხლაც ისე მიყვარს ზედია ისეთი ტრადიციული თელაველი ქალი იყო და რასაუბრ ჩვენ სახში ხორცი ნახარში ეს ყველაფერი და ნუ მიმოჩვია ეთყობა და იმიტომ მიყვარს მაგრამ რაღაც არ შეგვიძლია რომ რამეს მნებდეს პირიქით ძალიან დიდ აი ესეთ სიამოვნებას რაც სიამოვნებს ის მე მგონია ასეა ხადია თათ ყველაფერი არა მართალია მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხო ეხლა ნუ ზოგადად აი ამ ყובაზე მართალი გითხრათ ცოტა გადამეტებული მეჩვენება ეს არ ჭამო ის არ ჭამო დოზირება რაღაცა ყველა ადამიანს ეგრე მგონია თავისი პირადი ისა აქვს მენიუ კი ნუ რა თქმა უნდა არის რაღაც საკვები რომელიც ალბათ ძალიან ბევრი არ უნდა მიიღო კი ბატონო ან პირიქით აუცილებლად უნდა ხო ეხლა თუ ერთ რაღაცაზე არ უნდა დაჯდე ხო ეს ეხლა ფაქტია ნებისმიერი რამ მაგრამ ზოგადად ეხლა მე მაგალითად სოფელში რასაც ვუყურებ ხო ყველი პური კარაქი ლობიო კვერცხი აი ეს არის ძირითადი საკვები უჯანმრთელესი ხალხია ხო სოფლად იქაც ხდება რაზეა ლაპარაკი მაგრამ არიან ფსიქიკურადაც ჯანმრთელები არიან სხვათა შორის რა კი და ისედაც ნუ ავიც ეხლა ვინ ჭამს იქ საქონლის ხორცს შეიძლება შეჭამონ წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ მაქსიმუმ ისიც რაღაც დღესასწაულებზე ქელებში და რაღაც ეგ ძროხას ვინ დაკლავს მაგის გულისთვის გასაბარად ხო ამ დროს ვთქვათ იგივე მთაში ერბო რომელიც ახლა რო კითხო ქოლესტერინია თავიდან ბოლომდე თამსული ქოლესტერინის და ერბო იყო ვალუტა და იმ ერბოთი ცხოვრობდა ხალხი აბა ხავიცი ხო ერბო მეტი არც იყო არაფერი ხო ჭაყლიდან იმაში დამბალ ხაჭო არა და ნუ ცხრის ხორცი ხო ნუ ცხრის ხორცი ეტურია სხვადასხვა არ არის ხო მე როგორ ვხვდები შეზღუდულად იმიტომ რომ ცხრისგან უფრო ზე იყო მე ყველი იყო რაღაც მე ეგრე მგონია მაგრამ ხო მატყლი იყო და რავი ხო იმასაც ესე აი არ იმაშვებოდა ხო თუმცა ნუ ეხა ეგ მე კარგად არ ვიცი რომ სიტყვა მოიტანა და უბრალოდ აი კიდე თქვა ხაშშია ბევრი დოფამინი და რაც თავარია ყველაზე საინტერესო
ჩვენი ნაწლავის ბაქტერიები აწარმოებენ მაგ პროდუქტებს დიდი რაოდენობით. ასე რომ აი ანტიბიოტიკები რომელიც კლავს ხო ნაწლავის ბაქტერიებს არ არის თლად სასურველი. იმიტომ რომ მე აუცილებლად უნდა რაღაც საკვები მიიღოს რომელიც ამ ფლორას ბაქტერიებს დისბაქტერიოზის ხო აღდგენას. რა თქმა უნდა, ნუ ეს ექიმებმა შესანიშნავად იციან და მე რამდენადაც ვიცი ბაქტერიები პლუს გამოიმუშავებენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს რომლებიც ჩვენს ხასიათზე და აი მაგ ტრანსმიტერებს ხო რომლებიც ანუ რასაც ჭამთ ის ვართ. ძველი ექიმები ხო პირველი შეკითხვა რა იყო რა ჭამ და იმის მე მიხედვით მე რაღაცას თქვა გირჩევდა რომ აი ეს კენი ეს კენი და ნუ ეხა საკვები რო გაჯანმრთელების საშუალება არის რაც უნდა ამას ლაპარაკი ხო სწორად ყვება თუ მრავალფეროვანია აქვს ადამიანს საშუალება რომ მრავალფეროვანი საკვები იყოს კიდე მაგას რა ჯობია ასე რომ მოკლედ აი ცოტა რომ შევაჯამო ის ბოლო პერიოდში რაც თქვი არ არის სწორი ეს იარლიყები რაღაც ბედნიერების ჰორმონები ამის ჰორმონები იმის ჰორმონები და ტრანსმიტერები იმის მიხედვით სად მოქმედებს ან იწვევს დადებით ემოციებს და დადებით განცდებს ან სრულად პირიქით და მათი ოდნავი დისბალანსი უკვე შეიძლება ფსიქიურ დაავადებებსაც იწვევდეს ან რაღაცა მსგავს პრობლემებს დაბალანსება აი ხა მაგალითად ძალიან ისე დაიწყეს კვლევა ზოგიერთი ფსიქიური პრობლემის ოქსიტოცინის სპრეით მორჩენას, იმიტომ რომ ითვლება რომ აი ოქსიტოცინის დეფიციტი იწვევს ამ პრობლემებს. რა თქმა უნდა, კიდე შესასწავლი და დასადგენია, მაგრამ ზოგადად ეხა ფსიქოფარმაცევტიკა რომ ძალიან წინ არის ასული ეს ფაქტია რომ საოცრებებს აკეთებს ხო აღარ დარჩა ფსიქიური დაავადება რომელიც არ იკურნებოდეს ან εμის ნუ ყოველ შემთხვევაში ტაბლეტები მენეჯმენტის შესაძლებელია ხო მენეჯმენტის შესაძლებელია და ადამიანის დაბრუნება სოციუმში ხო კი მართვა დაავადებისა საბედნიეროდ ხდება და აღარ არის მეთოდები რომ აი უმძიმესი ტრანკვილიზატორებით ან შოკით ელექტროშოკით არ არის ხო გადავიდა ეგ მეთოდები რავი შეიძლება რაღაც უკიდურეს შემთხვევაში მაგრამ დანარჩენი ჩვეულებრივად მიმდინარეობს რა ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე განაჩენი აღარ არის არც ერთი ფსიქიური დაავადება ხო არანაირად არ არის განაჩენი და კიდე ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა საზოგადოების დამოკიდებულება რა თქმა უნდა ჩემ დროს მაგალითად ეხა ფსიქიური დაავადებასთან კავშირში არ არის მაგრამ ნუ დაავადებაა თქვათ იმალებოდა თუ ბავშვი იყო დაუნის სინდრომიანი გარეთ არ გამოყავდათ რავი ტერნერის სინდრომიანი ეხლა აღარ უმალავთ საბედნიეროდ ხო ამ ბავშვებს და პირიქით უწყობთ ხელს რომ მრავალფეროვან გარემოში იცხოვრონ და რავი შედეგებს აღწევენ შვენევრად ინკლუზიური განათლება მაგალითად ხოჩეულებრივი ისე როგორც დავუშვათ ნუ აი აქეთ მენტალური დაავადებების შემთხვევაშიც ცხადია რომ კეთდება მცდელობები რომ მაქსიმალურად საზოგადოებაში ჩაერთონ რა და გამოდის კიდეც კი შეიძლება ახლა ზერკი რამე ხო არა გისმენთ ხო ახლა ამასინათ ნუ როგორც თქვი ნეანდერტალელების გენომი ფაქტიურად თლიანად გაშიფრულია ისევე როგორც ადამიანის ახლა კიდევ ერთი სახეობა აღმოჩნდა ალტაის გამოქვაბულებში მართალია ნეკას თითის პატარა ნატეხია ნაპოვნი მაგრამ იქედანაც გამოიღეს გენები და როგორც აღმოჩნდა იქ რამდენიმე პროცენტი აზიელებში ამ დენისოველი ადამიანის გენია ჩვენში ევროპელებში არის სადღაც 3-დან 5%-მდე ნუ ეს ცალკე სახეობა იყო რომელიც ჩვენთან ერთად პარალელურად ცხოვრობდა და როგორც ჩანს კი არა ქონდა ერთმანეთთან აუცილებლად ეგნეობა რა თქმა უნდა ნუ ეხლა ძალამაზები არ იყვნენ მაგრამ ალბათ ჩვენც არ ქონდა დიდი მოთხოვნილებები ეხლა სილამაზისადმი ასე რომ ხან იმათ ქონდათ კავშირი ჩვენთან ხან ჩვენ იმათთან და
ძალიან ბევრი რაღაცაო არის აი ამ გენებში ჩამალულიო, ანუ რაღაც ფსიქოз სტრესებისკენ მიდრეკილება რაღაც. ხო. მაგრამ მე ვკითხულობდი კიდევ იმაზე, რომ ჩვენი მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ დიდი ზომის თავის ტვინი ჰქონდა ჩვენსაზე სადღაც 200 კუბიკური სანტიმეტრით მეტი, მიუხედავად ამისა, მათი შუბლისწილები არ იყო ისე განვითარებული, როგორც ჩვენი. აქედან გამომდინარე, მათი, თქვათ, ინტელექტუალური შესაძლებლობები არც ისეთი მაღალ შეიძლება ჩავთვალოთ, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება ჰქონდათ, აკეთებდნენ იდეალური იარაღებს, აკეთებდნენ ცეცხლის მოპოვება, შენარჩუნება, ეს პრინციპში ერექტუსებსაც ჰქონდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ესეთი, ანუ ეს შუბლის ნაწილი მაინც შუბლის წილი თუ როგორ ქვია თუ შუბლის შუბლის წილი ხო ანუ ფრონტალური წილი ანუ ეს არის ფაქტიურად ის რაც ჩვენ ვართ თუ არა რა თქმა უნდა კომპლექსია მთლიანად მაგრამ ეს ემოციები ეს თქვა სიყვარული სიძულვილი იჯაჭულობა რა ვიცი ეს რაც თუ მაინც ეს კომპლექსურია უფრო ქცევის მართვა არის შუბლის წილზე იგივე ემოციების მართვა აი იგივე იმის გააზრება რომ კარგ საქმე ვერ გავაკეთე აი ეს შუბლის წილია თუ გავიხსენებთ თიას იგივე ჰამლეტი რო წუხს რომ ასე გვიჩtildeავს გამბედაობას მოსაზრებაო არა და ასე შემდეგ მაგრამ მანდ ნუ დღევანდელი ცოდნით ეგრე რო ვთქვათ მნიშვნელოვანია არა იმდენად შუბლის წილის ზომები არამედ აი ეს ახალი სახის ნეირონები რომლებიც გაჩნდა პრიმატებში და სხვას არ აქვს ჩვენ გორილა შიმპანზე ორანგუტანი ეს ადამიანის მსგავსებში დიახ ეს არის ეგრეთ წოდებული ფონ ეკონომოს ნეირონები ავსტრიელი მეცნიერი იყო რომელმაც ეს ნეირონები აღწერა სწორი არ არის იმიტომ რომ აღწერა სხვათა შორის სანტიაგო რამონი კახალმა ნუ რაღაცა საოცარი კაცი იყო კახალი მაგრამ ფონ ეკონომომ ნუ უფრო კარგად შეისწავლა მე შეისწავლა სად არის ეს ნეირონები და აღმოჩნდა რომ იქ არის სწორედ სადაც აი ემოციების რეგულაცია ხდება და კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეირონებს შორის დისტანციას. იმიტომ რომ რაც უფრო დიდია ნეირონებს შორის დისტანცია, ანუ შესაძლებლობა იმისა, რომ ნეირონები დისტანციაზე დაკავშირდნენ, ფაქტობრივად აქსონის სიგრძეზე რა ლაპარაკი. ეს იძლევა რაღაცა მენტალური, ნუ რაღაცა ფსიქიკური პროცესების უკეთ წარმართვის საშუალებას, ანუ ფუნქციურ სისტემას რომელიც ვახსენეთ, ხო? აძლევს საშუალებას, რომ უფრო ეფექტიანად იმუშაოს. ეხლა გარდა მაგისა, ანუ შუალედები არ აყავს და იმიტომ ალბათ პირდაპირ გადაეცემა. აი შეიძლება ეგრეც ვთქვათ, კი ბატონო. გარდა ამისა, აი ეგ იძლევა საშუალებას, რომ შუბლის წილს მეტი კავშირები ქონდეს იგივე მის მეზობელ საფეთქლის წილთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ემოციების როგორც ემოციების რეგულაციაში, ისე მეტყველებაში აქვს უზარმაზარი როლი და მეტყველება ხა მოგეხსენება ადამიანის აზროვნებისთვის. როგორი მნიშვნელოვანი რამ არის და ასევე თხემისწილი. ისედაც აი, როდესაც საუბრობენ ხოლმე შუბლის წილის დაზიანების შედეგად რაღაცა სინდრომების განვითარებაზე უფრო არჩევენ ხოლმე რომ თქვან რომ არა შუბლის წილის სინდრომი, თუმცა შეიძლება ეგეთის დასახელებას არამედ ამბობენ ფრონტალური წრედის სინდრომი, შუბლის წილის წრედის სინდრომი, შუბლის წილის წრედში გულისხმობენ რომ როგორც მისი ფუნქცია, ასევე დაზიანების შედეგად ფუნქციის მოშლა მომდინარეობს არა მარტო შუბლის წილის დაზიანებიდან, არამედ მისი მეზობელი უბნების დაზიანების
და ეს რა თქმა უნდა სწორია, იმიტომ რომ თუ ამ უბნებს შორის არის ასეთი მჭიდრო კავშირი, მაშინ ცხადია, რომ ერთი ჯაჭვის დაზიანება გამოიწვევს, მაგრამ მე რა თქმა უნდა რეაბილიტაცია უკვე დამოკიდებული იქნება, ეგრეთ თუ ვიტყვით, რა ხარისხით არის ეს წრედი დაზიანებული. რომელ ფენებს ეხება, თუნდაც შუბლისწყლის რომელ ადგილებს, იმიტომ რომ ეხლა შუბლისწყლში ჩვენ გვაქვს როგორც მოძრაობის დაგეგმვის და დარეგულირების უბნები. ეგრე ქვიათ მაგათ პრეცენტრალური ხვეული. ნაწილი არა შუბლისწყლის, ისევე გვაქვს ეს ქცევის რეგულაციის უბნები და მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ორბიტო ფრონტალური ნაწილი. ცხადია, რომ იმის მიხედვით, რომელი ნაწილია დაზიანებული, ალბათ ესე უნდა ვთქვათ, რომ დაზიანების გამოვლინება დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე, რა თუნდა ლაპარაკი. თავისთავად ცხადია, მაგრამ იმაზედაც თუ რა კავშირები აქვს აი ამ დაზიანებულ ნაწილს ტვინის სხვა უბნებთან. აუცილებლად. ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოს ქმნის თავად ნევროლოგიას, ნეირომეცნიერებას, მაგრამ მაგრა ართულებს, ხო? ხო, ეს აღარ არის ის დრო, როკამრო ნახა ტვინის დაზიანება და პაციენტში რომელსაც უჭირდა მეტყველება და ნუ თქვა რომ აი აქ არის მეტყველების ცენტრი, ხო? ნუ ეს იმიტომ რომ რადგან დაზიანებულია და ვერ ვთქვა, ხო? ხო, მიუხედავად ისა, რომ ბროკა უზარმაზარი მეცნიერი იყო და უზარმაზარი საქმე გავიგეთ. ისევე როგორც მაგალითად აი ქცევათ მეცნიერებაში პავლოვი რომელიც იყო, ნუ გენიოსი და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი გავიდა, ხო, მისი მოძღვრების ჩამოყალიბებიდან პავლოვის მოძღვრებაზე დგას ზოგიერთი ფსიქოთერაპიული მეთოდი, ხო? მერე აღმოჩნდა, რომ პავლოვი ხო დაზგაში ათავსებდა ცხოველებს, ანუ უმოძრაოები იყვნენ და ისე აკვირდებოდა ამ ნერწყვდენას სხვადასხვა პირობითი გამღიზიანებლის საპასუხოდ. მერე აღმოჩნდა, რომ თუ ცხოველი დაზგაში არ არის და ისე იმუშავებს შენ პირობით რეფლექსს, არიან სრულიად განსხვავებული ქცევის ცხოველები. არის ცხოველი, რომელსაც როგორც კი თქვათ, ჩაურთავ პირობით რეფლექსურ გამღიზიანებას, ეგრევე მირბის საკვებურასკენ. ანუ ცხოველი, რომელიც ორიენტირებული არის შედეგზე. მაგრამ გაირკვა, რომ არიან ცხოველები, რომელიც ძალიან დიდხანს არ წავლენ იმ საკვებურასკენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ იქ საკვები, ანუ ჯილდო ელოდებათ, არამედ მიდიან აი ამ პირობითი გამღიზიანებლის წყაროსთან, სუნავენ, ღრნიან, ლოკავენ, მერე აი იმაში იმ ადგილას ძალიან ბევრს დაძვრწიან და სადღაც საკმაოდ გვიან მიდიან იქ. აი ხა ამან უკვე ბოლო 10 წლეულია. ой, ძალიან საინტერესო პარალელები ივლება ასეთ ქცევასა და ზოგიერთ აი ადამიანის ქცევით აშლილობას შორის. აღმოჩნდა, რომ აი ესეთი ქცევა, ანუ შედეგზე ორიენტირება კი არა, შედეგთან დაკავშირებულ გარემოზე ზედმეტი ყურადღების გადატანა დამოკიდებული ყოფილა ერთ-ერთ სტრუქტურაზე, რომელსაც ქვია კუდიანი ბირთვი ტვინში. აი ბაზალური ბირთვები არის ტვინის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურები და მათი ერთ-ერთი კომპონენტი ეს არის შემადგენელი არის კუდიანი ბირთვი. აღმოჩნდა, რომ აი ამ კუდიანი ბირთვის აქტივობა განაპირობებს იმ ქცევასაც და ამ ქცევასაც. მაგრამ იმის დამიხედვით, თუ კუდიანი ბირთვის რომელ ნეირონებს უკავშირდება ტრანსმიტერი, რომელიც ამ ნეირონებს ააგზნებს, სულ სხვადასხვანაირ ქცევას ვიღებთ. ხოლო ეს ტრანსმიტერი შეიძლება იყოს დოფამინი, რომელსაც გამოყოფს ტვინის ღეროს, ანუ ტვინის ყველაზე ქვედა ნაწილის სტრუქტურები. ასევე შეიძლება იყოს გლუტამატი, რომელიც გამოიყოფა უკვე შუბლისწყლიდან.
ეხლა ნახე რა მაგარი რაღაცა ირკვევა, მაგრამ ეს დასამტკიცებელია კიდე. გამოსაკვლევია, მაგრამ უკვე აი არის ეს მონაცემები. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ შუბლის წილი არეგულირებს ადაპტირებულ ქცევას, ხო? ეხლა აი მე რაც მაგალითი მოვიყვანე, ადაპტირებული ქცევა რომელია, რომ ეგრევე წავიდეს საკვების. მაგრამ იმიტომ რომ ბუნებაში დიდხანს არიარა და უარა ამ პირობით გამღიზიანებელს და წყალს ესიყვარულა და ხეს esიყვარულა და იქ საკვებს რომელსაც იქ ელოდა ყურადღება არ მოიხედავს და ვიღაც წაიღებს, ხო? ამიტომ არაადაპტირებული ქცევა აშკარად, რომელსაც იწვევს დოფამინი. აი კიდე ერთი მაგალითი, რომ დოფამინი ყოველთვის არ შეიძლება იყოს ბედნიერების ხორბა. ბედნიერების. აბარა ადაპტირებული ქცევა საიდან მოდის თუ აქტიურდება შუბლის წილი. ანუ უკვე ქცევითი ანუ ესე ვთქვათ აზრიანი ქცევა. ხო. კი, ის მივა ვიმეორებ როდესღაც ანუ ეს არ არის რომ იმან არ იცის რომ იქ საკვებია, იცის. მაგრამ იბნევა და ყველაფერს აქცევს გარემოში ყურადღებას და ამიტომ აგვიანდება. ეხლა ნუ მოდი ვთქვათ, ეს გარკვეულწილად გვაგონებს, ხო? უყურადღებობის და ჰიპერაქტიულობის. ხო, ეს ამიტომ ძალიან კარგი. ეს მოდელი თუ ნამდვილად გაამართლებს, მაშინ ვიცით ქიმიის დონეზე უკვე ვიცით და ვიცით საიტკენ მივმართოთ ამ მდგომარეობის, ვიმეორებ, ავადმყოფობას არ ვეძახით, ხო? აი ამ მდგომარეობის რაღაცნაირად კორექცია. უკვე ძალიან დიდ იმებს აჩენს პერსპექტივას. აი რა ვიცი, იმდენი რაღაც და მე შენ საგანშიც ეგრე იქნება, ჩემოვასო და ყველა საგანში ეგრე. აი რაღაცა რომ დაგაინტერესებს, აი იმ ცალმხრივ უყურადღებობაზე რომ ვიყვებოდე. გაგიჟდე, როგორც კი ინტერნეტში შეხვარ, რამდენი ნაშრომი გვხვდება უკვე ნებისმიერი საკითხის შესახებ. ანუ ასე სწრაფად მე არ მგონია, რომ რომელიმე მეცნიერება დღეს ვითარდებოდეს, როგორც ნეირომეცნიერება. მასთან ერთად ფარმაკოლოგია, ნევროლოგია, რა თქმა უნდა. ეხლა შეიძლება მსმენელს აინტერესებს თუ ღმერთმაქნადა ამ ჩვენმა საუბარმა ახალგაზრდა მსმენელში გამოიწვია მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოიწვევს. ინტერესი. ხო, ეს საგნები ისწავლება უნივერსიტეტებში. სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯავახიშვილის სახელობის, ილიას უნივერსიტეტში, რა ვიცი, საქართველოს უნივერსიტეტში. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ახლა უკვე ტექნიკურად ყველაფერს მივაღწიეთ, ახლა გვაქვს სამართავი ჩვენი ტვინი, ხო? კი ბატონო. ტექნიკური პროგრესია უფრო ვიდრე მორალური. ეს ფაქტია. ხო, ჩვენ მეს მაგას ვამბობ, ჩვენ ვართ აიპედიანი, ჩვენ ისევ გამოქვაბულში ვზივართ, აი სადღაც ჭიათურის გამოქვაბულში, უბრალოდ ეს რაღაც გაჯეტები გვაქვს, თორე ისევ იგივე გვინდა, ხო, რომ გვერდით გამოქვაბულში შევარდეთ და იმას თავი გაუტეხოთ და ცოლი წავართვათ და საჭმელი წავართვათ, იმიტომ რომ იმის და მისი გამოქვაბული დავიკავოთ, იმიტომ რომ ზიან მხარეს გადის. ეგეთები ვართ. ეგეთები ვართ, ხო, უბრალოდ გასაშებეს შენ დაგაინტერესებს და შეიძლება მსმენელის დაინტერესდეს. შესანიშნავი კვლევა ჩატარდა შიმპანზეებზე ჯუნგლებში. ანუ ნუ მსმენელმაც იცის, რომ ერთია გალიაში როცა რაღაცას აკეთებდა, მეორეა ბუნებრივ პირობებში და რა თქმა უნდა ბუნებრივ პირობებში რო აკვირდები, უფრო ნამდვილ ქცევას 23 წლის განმავლობაში ბრიტანელი ეთოლოგები, ანუ მსმენელს უთხრათ, ეთოლოგია არის ბუნებრივ პირობებში ცხოველთა შემსწავლელი ქცევებზე და ქცევების სწავლობდნენ შიმპანზეების ერთ ჯოგს. ნუ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს თავისთავად ცხადია, მაგრამ ისეთ საინტერესოა, რომ ნახავ ფილმს, როგორი ახალგაზრდები იყვნენ და როგორმა ჭაღარებმა დატოვეს ეს კვლევა. და არის გადაღებული 2 საათნახევრიანი დაახლოებით ფილმი, ნუ ტრეილერის ნახვა არ ღირს. თუ ნახვა არის, უნდა ეს 2 საათნახევრიანი ფილმი ნახოს ადამიანმა, რომელსაც ქვია Rise of Warrior Chimps. ანუ მებრძოლი შიმპანზეების აღზევება. ან გოგოს ნაკრძალში ჯუნგლებში მოხდა ეს ყველაფერი
აფრიკაში თავისთავად ცხადია. აი ზუსტად ადამიანური, მაგალითად აი როგორ იკრებს თანამზრახველებს ახალგაზრდა მამრი იმისთვის, რომ როცა დრო მოვა, ლიდერი დაამარცხოს. როგორ უნაწილებს სხვა მამრებს საკვებს და ამითი როგორ იკრებს მათ თავის გარშემო. სხვა რამე ხდება ადამიანის საზოგადოებაში, მერე როგორი სტრატეგია აქვს ბრძოლის გვერდზე არის ასევე პოპულაცია სხვა და იმათ ტერიტორია რომ დაიპყრონ, რეებს აკეთებენ. როგორი მეგობრობა აქვს ადამიანს რო შეშურდება. თუ გამონახავს სვენელი დროს და რა თქმა უნდა თუ ეკრება ძალიან საინტერესო რამეა. აი ძალიან. ხო, თან მე ისინი აგრესიულები არიან საკმაოდ კი არა, ძალიან აგრესიულები არიან. და მეორე ჯგუფი არის შიმპანზეებს, რომლებიც მდინარის მეორე მხარეს ბონობოები ცხოვრობენ, რომლებიც ყველაფერს აგვარებენ სექსით. ხო, ეგ ან სექსის იმიტაციით. აი ეგეც ხო, როგორი მრავალფეროვნებაა. ნუ აი კიდე ესე რა ისე მწყდება გული, ჯეინ გუდოლი, ხო? ყველა ქვეყანაშია ნაყოფი, რა გახდა? რომ ერთხელ ეს ადამიანი ჩამოიყვანოთ სოფლიო დონის მეცნიერება. სანამ ცოცხალია, იმიტომ რომ ეხა 90-ზე მეტი სამყარო. ეს რამხელა რამე იქნება, ეხა თუ გახსოვს თბილისში, შენ მაშინ იყავი აქ თუ არა, ჯოჰანსონი რო იყო ჩამოსული, ეს ანთროპოლოგი. არა, არ ვიყავი. როგორი საინტერესო ამბები მოყვა. მოაბარონე. ერთი არის რომ ნაშრომი კლასიკოსები არიან კაცო ადამიანები ხო ეხა იგივეა კონრად ლორენცის ლექციას რო დაესწრო იგივე ხა დინოზავრები არიან ხო აი რა გახდა ამდენი ხნის განმავლობაში რომ ჯეინ გუდოლი ჩამოიყვანოს და კაი კი ბატონო აჰა ვისაც არ აინტერესებს ნუ აინტერესებს მაგრამ ხო ხვდები რამხელა აუდიტორია შეიკრიბება მის მოსასწრაფად. ბავშვებს ვეუბნეოდი ახალგაზრდებს ხო თუ ვინმე დაინტერესდა. ჯერ ერთი აი ჯეინ გუდოლი აუცილებლად ნახეთ ხალხო. YouTube-ზე ბევრია რა საინტერესოა და მეორე საკმაოდ კარგი ცოდნა მიიღოთ ჩვენს უნივერსიტეტებში. ამიტომ არ არის აუცილებელი რომ სკოლის მერხიდან საზღვარგარეთ გაიქცეთ. მაგრამ მე როცა ამ ცოდნის გაღრმავება მოგინდებათ შეგიძლიათ რომ აი PhD რასაც ქვია, ანუ უკვე სადოქტორო მაღალი რანგის ნაშრომები საზღვარგარეთ გააკეთოთ, მით უმეტეს არის ამის საშუალება და განსხვავება არის პირველ რიგში იმაში, რომ სამწუხაროდ ჩვენი სასწავლო დაწესებულებებში და კვლევით დაწესებულებებში არ არის ის აპარატურა, რომელიც ის ხელსაწყოები რომლებიც აუცილებელია დღეს აი თანამედროვე კვლევის ჩასატარებლად და ნუ ამიტომ უწევთ ჩვენს ახალგაზრდებს იქ მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი ეგ არის. იმიტომ რომ ნეირომეცნიერება თანამედროვე აპარატურის გარეშე ეხლა მარტო ნეირონების ჩარჯობით ვეღარ წინ ხო ეს უკვე ძველია. წავიდა ეს იმ საუკუნის დასაწყისის არის. ეს არის იმ საუკუნის დასაწყისის თანამედროვე აპარატურის garaში ეს სრულად წარმოუდგენელია. და სამწუხარო ის არის, მალხაზ რომ ჩვენ ძალიან ძლიერი სკოლა მოდი თქვათ რო გვაქვს. იმიტომ რომ ივანე ბერიტაშვილი იყო ერთ-ერთი ალბათ საოცარი მეცნიერი და მისი სახელობის არის კიდეც ფიზიოლოგიის ინსტიტუტი და საოცარი ფიზიოლოგი იყო, რომელსაც მართალია ყველანაირად როგორც მაშინ ყველა ასეთ მეცნიერებას, გენეტიკასაც და იმასაც დევნიდნენ და სამწუხაროდ ბერიტაშვილიც არ იყო კლად. კი. 64-ის პირობებში სტალინის დროს, ხო. არა. მისტირიც ჩემი მაყურებლიდან და უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ ჩვენ თუ უკან ვართ დახეული ძალიან ბევრ რამეში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგეც არის ჩვენი თანამემამულის. აი მე უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და დავიწყე ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა, ბატონი ევანე იყო 1 წლის გარდაცვლილი. ანუ გამოდის რომ აი ის დიდი ბედნიერება, რომელიც მაგალითად
ხატვას ეკნებოდა თქვათ, რომ სცნობოდა მიქელანჯელო და ვერ გაიცნო, იმიტომ რომ იყო რეპრესირებული, მაგალითის უშო. ხო. დაახლოებით იგივე დაგვემართა ჩვენ სტუდენტები, რომ ვიყავით ბატონ ივანეს ახალი მოხსნილი ქონდა ის დამღა. ხო? იგივეა, ამიტომ ვამბობ რა, ერთხელ არ შეიძლება რომ ჯეინ გუდოლი ჩამოვიყვანოთ და ვნახოთ. ახლა მაინც დაველაპარაკოთ. მაგრამ მართალს ამბობ, ეს იყო ძალიან ძლიერი ინსტიტუტი და დღესაც არ არის ცუდი. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ნუ აი აპარატურა, ხელფასი ყველაფერი ფინანსებზე მიდის და ნუ ქმნის პირობებს, რომ ახალგაზრდას არ მოუნდეს აქ მუშაობა. და თუ ვინმე დღეს მუშაობს ამ ფაქტობრივად ენთუზიაზმზე, ნუ ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ამ ადამიანებს რა. დღეს ალბათ წყლის შავლის მანქანები უფრო აქტუალურია საქართველოში ვიდრე თქო. ხო, ცხადია. მაგრამ ეს ხალხი იმსახურებს აი უდიდეს პატივისცემას, ისინი ვინც ინსტიტუტში შეინარჩუნა. მიუხედავად ამ პირობებისა, ყოველდღიურად დადიან სამსახურში, მუშაობენ, ბეჭდავენ სტატიებს და სხვა შორის ძალიან კარგ ჟურნალებში. საზღვარგარეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოტენციალი არის, მაგრამ კი, რა თქმა უნდა. პოტენციალს ხო რაღაცა. ამავდროულად ის არის, აი შენ რო აიღო ნეიროფიზიოლოგიური ლიტერატურა, იქ ვერ ნახავ, ნუ ალბათ იშვიათად ძალიან ვერ შეხვდები ქართველი მეცნიერის სახელს და გვარს, როცა აი მოიხსენიებენ კლასიკოსებს. ერთადერთი ვისაც გვერდს ვერ უვლიან, ეს არის ბატონი ივანე. მაგრამ ესეც შენ ციტირებაზე ამბობ, ხო? ციტირება, ხო. ხო. ძალიან უკვე ისე შეზღუდული. ხო, ნუ იმიტომ ანდროს ჩვენ ყავდა ბრწყინვალე მეცნიერების პლეადა. ბრწყინვალე, რომლებიც აი ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდნენ, ეხლა რომ დავასახელო ვიღაც გამოვრჩება და არ მინდა ნამდვილად რომ ვინმე გამოვრჩეს. იმათ ესენი იყვნენ არა მარტო დიდი მეცნიერები, არამედ იყვნენ შესანიშნავი აღმზრდელები. ამიტომ ვამბობ, მე რომ სკოლა არსებობს ფიზიოლოგიის საქართველოში, ხო. ბევრი რაღაცის სკოლა დაიკარგა, მაგალითად იგივე პალეონტოლოგიური სკოლა, პალეობიოლოგია. ხო, სამწუხაროდ აღარ მე ასე ვიცი, ხო, ფიზიოლოგიის სკოლა არსებობს, აი მათემატიკის სკოლა არის, ხო. ის არა ჩვენ კორიფები ყავდა პრინციპში, ყველა სკოლა საბედნიეროდ არის. ეს ეგეც პრობლემურია და საწყენია. სადღაც შეხვდები უცბად საზღვარგარეთულ სტატიას ძალიან კარგი მეცნიერების, რომლებიც ფაქტობრივად განწყობაზე მუშაობენ, მაგრამ ბატონი დიმიტრი შრომებს არ იცნობენ. და შესაბამისად არ სახსენებენ. ხო, ნუ ეხლა უზნაძეს ძალიან ცუდია. ეს ძალიან ცუდია. იმიტომ კი არ გინდა თუ არა როგორ ჩვენ ქართველებმა. არამედ იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებასაც ვნებს, ხო? რა თქმა უნდა. სად გავაკეთოთ კონფერენცია? მოდი გავაკეთოთ, რა ვიცი, საფრანგეთში. უზნაძეს სამშობლოში, ხო. პიაჟე ხო იქ მუშაობდა, პიაჟე ვიცით. უზნაძე არ ვიცით. გაგვიდა საქართველოში. იუნგი ვიცით ახლა. ვინო ხენკალი, ეს აი ესეთი დამოკიდებულება საბოლოო ჯამში რო არ მივიღოთ, რომ მარტო ვინით ხენკლით და იქ ტურისტების წინაშე ტაშფანდურით გვიცნობდნენ, აუცილებლად საჭიროა რომ მეცნიერებას მიექცეს მეტი ყურადღება. გეთანხმები აბსოლუტურად. მალხას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. ძალიან საინტერესო იყო და მე იმედი მაქვს ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა, შენ როცა გექნება დრო აუცილებლად და მე მინდა ჩემს მაყურებელს თხოვო რომ კომენტარებში დაწერეთ თუ რა თემაზე მომავალში სურთ საუბარი. მე მანამდე მინდა გითხრათ რომ გამოვიდა ბატონი მალხაზის წიგნი
შუბლის სტილი ქვია. ხო, შუბლის სტილი ქვია, ეს არ არის ძალიან ისეთი წიგნი, რომელსაც ვერ გაიგებს მე მგონი, ხო? ჩვეულებრივი პოპულარული სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის ჟანრი სტუდენტებისთვის წერ ხოლმე რა. ხო, და ალბათ ჩვეულებრივი მე რაც ანოტაციები ვნახე და ისა ძალიან საინტერესო იქნება ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ აი აქ რა გვიდევს და ხო და რატო გვიდევს და რატო ვართ ასეთები. რატო გვიწყდება შუბლის ზარღვი? და რატო გვიწყდება შუბლის ზარღვი ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს ხო. ასე რომ მალხაზ მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა. არაფერს შემოგავდა. იმედია რომ ჩვენ მალე თუ არა ყოველ შემთხვევაში შევხვდებით ერთმანეთს და თავარია ინტერესი თუ გაჩნდა დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა. კარგად იყავით.